თუ გაქვს ერთი საშუალო ზომის ჩინური კომპოსტო და მწვანე ხახვი, შეინახე ვიდეო, რომ არ დაკარგო რეცეპტი, გამომიწერე და დავწერე. პირველ რიგში დავჭრათ და კარგად გავრიცხოთ ჩინური კომპოსტო. შეგიძლიათ ფოთლები შუაზე გაჭრათ, ან ჩემსავით შედარებით პატარა ნაჭრები. ჭირდება ლიტრანახევარი წყალი, რომელსაც უნდა დავამატოთ 7-8 სუფრის კოვზი მარილი. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. წყალში გახსნილი მარილი მოვესხათ კომპოსტოს და გავაჩეროთ 1 საათი. გადავიდეთ მეორე ეტაპზე, უნდა მოვამზადოთ პასტა. კორეული სპეციალური წიწაკა არ მაქვს, ამიტომ ვანაცვლებ პაპრიკით. დავამატოთ 4 სუფრის კოვზი პაპრიკა, ცოტა წითელი წიწაკა ცხარე, 1 სავსე ჩაის კოვზი გახეხილი ჯინჯერი. ჭირდება 4 კბილი ნიორი, 4 სუფრის კოვზი თევზის соуსი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი შაქარი. ეს ყველაფერი კარგად გადაურიოთ ერთმანეთში და მივიღებთ კიმჩის პასტას. ვინც არ იცით, კიმჩი არის ფერმენტირებული ბოსტნეული კორეულად. დრო მოვიდა კომპოსტო ამოვიღოთ მარილიანი წყლიდან, კარგად გავრიცხოთ და დავამატოთ მწვანე ხახვის დაჭრილი რამდენიმე ღერო. გადავიტანოთ პასტა, რომელიც წინასწარ მოვამზადეთ, კარგად გადაურიოთ და კიმჩი მზად არის. აქვე აღნიშნავ, რომ ეს არის შედარებით მარტივი რეცეპტი. ნამდვილი ტრადიციული კიმჩის რეცეპტი თუ დაგაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში და მოვამზადოთ. ეს კიმჩი დიდი ხანი არ ინახება. უნდა შეჭამოთ რამდენიმე დღეში, თუმცა ამას მარტივად მოახერხებთ, იმიტომ რომ არის უგემრიელესი. თუ არ გინდა რომ გამოტოვო მსგავსი საინტერესო რეცეპტები, აუცილებლად გამომიწერე. დროებით.